მართლაც ბევრი რამ იცვლება მსოფლიოში და ძალიან კარგი პროცესებია, მე ვფიქრობ, აი წარმოგიდგენთ, ხა ბაიდენს რომ მოეგო არჩევნები ამერიკაში. ეს ფთაშესხმული ოპოზიცია 10 მაგი ძალებით შეუტევდა პარლამენტს, ესენი ჭკუაზე გადავიდოდნენ და მართლაც სასწაულდღეში ჩავარდებოდით ჩვენ. აქ შეიძლება მართლაც კატასტროფა მომხდარიყოს საქართველოში. და ეხა ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ აი ამ შიდა მოღალატეებს გაუსწორდეთ. რუსებთან ურთიერთობები დავალაგოთ. ალბათ ვერც კი წარმოიდგენდათ თქვენ და ბევრიც ამ პოლიტიკაში თუ გამოვიდოდა მამუკა ხაზარაძე და რუსეთთან ურთიერთობების ადგენაზე და მათთან საუბარზე, რუსეთთან საუბარზე დაიწყებდა რიტორიკულ რაღაცა მსჯელობას. დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავჯდებით. იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, საშუალება გვაქვს ჩვენ რომ აქ ბალანსი მივიღოთ. რუსეთი მეგობრებით სამყავს და ძალიან მაგრა ვიცნობ რუსულ კულტურასაც, პიტერ გეუნე. დავიწყებთ მოლაპარაკებას აი ატყობთ ალბათ, ხო? ესე იგი, მეგობრებიც ყავსო, იქო ნაცნობებიცო, მოლაპარაკებებს დავიწყებთო. ადრე სხვაგვარად ფიქრობდა, ბორჯომი არ გავიტანოთო და ისაო ემბარგო და დაუწესოთ სანქციები რუსულ პროდუქციაზე. გახსოვთ ხო ეს რომ შემოვიდა პოლიტიკაში ამას იძახდა, სანქციებს საუბრობდა. დღეს რომ შეიცვალა სიტუაცია, არსებობს ბოროტი-ხმების მოტანილი ამბებით, რომ ეს დაძვრება მოსკოვში თავისი ემისრების მეშვეობით და ცდილობს იქ რუსეთის ხელისუფლებასთან დაალაგოს სიტუაცია. სხვათა შორის ამაზე საუბრობენ და კიდე ბევრ ნაციონალების ლიდერებზე, რომლებიც ცდილობენ რომ ეხლა გადაპორტიდნენ უკვე რუსეთის მიმართულებით, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის რომ აქ ამ რეგიონში უკვე ყველაფრის წარმმართველი იქნება რუსეთი. თუ აქამდე აქ ამერიკა ურევდა სიტუაციას, ეს წარსულს ჩაბარდა. და ეხლა უკვე ეს ხალხი ცდილობს რომ აი აქ რუსეთთან რაღაცა საერთო ენა მონახოს. ეს არის ძალიან ისეთი ნიშანდობლივი ფაქტი და ჩვენ რაზეც საუბრობდით, აი ეს წლებია 20-25 წელია რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე, შეიძლება ჩვენ გითხრათ, თქვენ მინახარ, ჩვენ ვაკეთებდით ამას და თქვენ კი არ ლაპარაკობდით.